ჩვენს გულებში ქრისტე უნდა იყოს. როდესაც ჩვენს გულებში ქრისტეა, ეს გარეგნულად რელიგიური აქტის სახითაა გამოხატული, რომელსაც ქადაგება ეწოდება. რადგან ქრისტე ჩვენს გულებშია, შეგვიძლია ქრისტეს სხვებსაც ვუქადაგოთ. მეორე მხრივ მათთვის, ვისაც ქრისტე არ ჰყავს, ეს სხვების დახმარებითაც კი შეიძლება რთული იყოს. ბევრი მაქვს ღვთისგან თუ ბევრი მაქვს იმის, რაც ამ ქვეყნიერებას ეკუთვნის. ადამიანის ქცევა ამის მიხედვით იცვლება. მოდით გადავხედოთ მათეს სახარების 20 და მერვე თავს და 16 მუხლს და გავიგოთ, როგორ დავემორჩილოთ ღვთისნებას და როგორ განვახორციელოთ იგი. ნახოთ 16 მუხლი. ხოლო 11 მოწაფე წავიდა გალილეაში იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ. ნახეს იგი და თაყვანისცეს, ზოგს კი ეჩვი ეპარებოდა. მივიდა იესო მათთან და უთხრა, მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ამ მუხლში ბიბლიაში ნათლად არის ჩაწერილი სიტყვა ნათლობა. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ მუხლი. მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. სწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. მათ, ვინც თავიანთ გულებში ღვთის სწავლებებითა ახსავსე, შეუძლიათ ქრისტეს სწავლებები ასწავლონ ყველას, ვისაც შეხვდებიან ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას. მეორე მხრივ მათთვის, ვისაც ღვთის სწავლებები აღარ აქვს თავიანთ შინაგან სამყაროში, რამდენიც არ უნდა ეცადონ ქადაგებას, ისინი წარუმატებლები არიან. როდესაც ქრისტე ჩვენს გულებშია, რაც არ უნდა მცირე ნაწილი იყოს ეს, ჩვენ მოუთმენლად ვიქნებით ქრისტეს გაზიარებისთვის ყველასთან, ვისაც შევხვდებით. თუმცა ისინი, ვისაც ქრისტე არ ჰყავთ, არ არიან მზად, სხვებს გაუზიარონ ქრისტე. წერია, ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. სწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ქრისტეს უდიდესი მცნება. ყველა ღონე იხმარეთ თქვენი მეზობლების დასახმარებლად და მათიცათა სასუფეველში წარმართვისთვის. მხოლოდ ისინი, ვისაც ქრისტე გულში ჰყავთ, შეუძლიათ ამ საქმის შესრულება. როგორ შეუძლიათ მათ, ვისაც ღმერთი არ ჰყავთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ, ვისაც ღმერთის არ სწამს, ამ საქმის შესრულება და მსოფლიოს გადარჩენა. ისინი ამ საქმეს ვერასდროს შეძლებენ. ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია სხვებს მივცეთ ის, რაც ჩვენში გვაქვს, მათ, ვისაც ქრისტე და მისი სწავლებები აქვთ, შეუძლიათ ქრისტე გაუზიარონ მსოფლიოს და უქადაგონ მისი სწავლებები. ჩვენ უნდა შევძლოთ ბედნიერების გაზიარება უბედურებთან, ბრწყინვალე იმედის მიცემა მათთვის, ვისაც მომავლის იმედი არ აქვს. და ცხოვრებისეული ტანჯვით დაავადებულებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ცათა სასუფეველი არსებობს და რომ აწმყო ტანჯვა არ ღირს იმ დიდებასთან შედარება, რომელიც გამოვლინდება. მხოლოდ ისინი, ვისაც ქრისტე გულში ჰყავთ, შეუძლიათ ამ საქმის შესრულება.